პირველ რიგში მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ მერეს. მე თქვენი წამყვანი ირინა ქიქოძე ვარ. დღევანდელ ჩემ ჩაცმულობაზე იზრუნა ბრენდმა ლილიანმა, ხოლო ჩვენი ჩამწერ სტუდია პოდკასტ კორნერია. ეხლა გადავიდეთ ჩვენ სტუმარზე, რომელიც არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ქეთი წიგბაზე. ქეთი, როგორ გიკითხო? მადლობა, კარგად, შენ ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის და მადლობა, რომ მომიწვიე შენს პოდკასტში. ძალიან მიხარია, რომ ჩემთან ხარ მართლა და მგონი პირველი პოდკასტია, სადაც მიხვედი, ხო? კი. კი, პირველი პოდკასტია და შენთან მოვედი პირადად. ძალიან მიხარია. პირველ რიგში მაინც დავიწყებ ახალი ამბავით. შენ შეგეძინა პატარა რეზი არველაძე, რისთვისაც მე გილოცავ. მადლობა. ძალიან საყვარელი ბავშვია. იმის და მიხვდები, რომ სოციალურ მედიაში ესე რეალურად არაჩენ, ხო? კი, ხანდახან. ხო, მაგრამ ხშირად არა და იქ ჩემს მაინც სწორი არის. შენ პირველსა და მესამე შვილს შორის არის 17 წელი ასაკობრივი სხვაობა. ანუ როგორ იგრძნობა ეს? იცი, გრძნობებში განსხვავება არ არის. სიყვარულში ნამდვილად ვერ განასხვავებ, რამდენი შვილიც არ უნდა ყავდეს. მაგრამ ალბათ რაღაც ტვინში ხდება რაღაც გადალაგება, რაღაც მეტი დროის დათმობა გინდა ბავშვისთვის და გენანება რომ რაღაცეებში დაკარგო დრო. თორე სიყვარულს ვერ განასხვავებ ვერც ერთ შვილში ვერანაირად. 22 წლის ასაკში ძალიან რთული იქნებოდა ალბათ, ხო, დედობა? თუ აი რას ვიქ? იცი, ჩემ შემთხვევაში არ იყო რთული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დამხმარე მყავდა. გარდა იმისა, რომ დავუშვათ ძიძა მყავდა ბავშვს, დედა ჩემი, მეორე ბებია, დეიდები, აი ძალიან ბევრი ადამიანი გვეხვია გარშემო და ცდილობდა დედა ჩემი განსაკუთრებით, რომ რაღაც მეტი თავისუფლება მოეცა ჩემთვის და ზუსტად ამიტომ დაუფიქრებლად გავაჩინე მეორე შვილიც მერე და ეხლა ხვდები, რომ დედა ჩემი ძალიან ახალგაზრდა იყო მაგ დროს, როცა ბებია გახდა და ალბათ წავართვი ცოტა ახალგაზრდობა მაგ მხრივ, მაგრამ მაინც კაია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ როდესაც პატარა რეზი გაჩნდა, რამოდენიმე დღეში მგონი, როდესაც გწერდნენ საავადმყოფოდან, ფეხი დაიზენ, ფეხი მოიტეხე და უვლიდი ბავშვს ეწლით. ანუ როგორ მოხდა იქ ისტორია? ანუ ძალიან აქტიური ორსული ვიყავი და სამშაბიაროდან რომ გამოვედი მეორე დღეს, არ ვიცი რატო ვიმაიმუნე, გამოვიჩინე საქმე და მეორე დღეს გავარდი ქუჩაში უცბად რა. წავედი მაღაზიაში, ვიყიდე ისეთი პროდუქტი, რაც არ მჭირდებოდა. აი რაღაც უმუცლოდ მსუბუქად მინდოდა გავლა. აი სადღაც ტვინში მეჩქარებოდა მაინც სახლში და ძალიან სისწრაფით ავირბინე კიბეზე და ხო არის რომ კიბეზე დავგორდი და მე კიბეზე ავგორდი. მართლა, აი ფეხი წამოუკარი და წავიქეცი და უცბად აი რაღაცა საოცარი ტკივილი ვიგრძენი, აი გაუსაძლისი, მივხვდი რომ ავდგე ფეხს ვერ დავდგავ. თან სადღაც მსმენია რაღაცნაირად, რომ ანუ მოტეხილი ფეხი არ უნდა დადგა, რომ რაღაც უარესი არ უქნა. და ეგრევე გადავრეკე ნიკასთან, რომ მეთქი მიშველე, მეთქი ფეხს ვერ ვდგავ თქო და რომ მივხვდი სახლში რომ ავედი, რომ მივხვდი რომ ეს ტკივილი რაღაც არანორმალური იყო, უბრალოდ მე ვუძლებ ტკივილს და რაღაც არ ვკივი ვარ და ისტერიკაში არ ვარდები. ნიკასაც იმდენად არ უნდა და რომ დაეჯერებინა, რომ მადებს, ყინულებს და მეუბნება, რომ აი გამორიცხულია ეს რომ მოტეხილი იყოს, ესე ვერ იჯდები და ვეუბნები, რომ ვერ ვზივარ, მართლა ვერ ვზივარ. და აი 1000%-ით რო იცი რომ ანუ მოტეხილია თუ რა არ ვიცი, მაგრამ რაღაც არაადეკვატური დაზიანება მაქვს მიღებული. რაღაც არ არის სწორი. ხო. და წავედით საავადმყოფოში და ის კი არა რომ უბრალოდ მოტეხილი მქონდა და თან 3 ადგილას საოპერაციო ვიყავი. ვაიმე. ოღონდ ესეც რაღაცნაირად გაიწელა, რომ ეხლა ვერ გაგიკეთებთ ოპერაციას, იმიტომ რომ ახალი ნამშობიარები ხარ და ეს რაღაცა უნდა ჩაცხრეს და 10 დღე უნდა გავიდეს და აი ტვინში რაღაცა გადამიტრიალდა, მივხვდი რომ ეხლა უნდა მოვძლიერდე. ტკივილზე საერთოდ არ ვფიქრობ, ანუ ტვინში მტკივა ფაქტი თვითონ. ფეხი კი არ მტკივა, ანუ ტვინში მიჭერს, რომ ეს რა დამემართა. ნუ რაღაცა პირველი ემოციები იყო, რაღაცა ვიტირე, რაღაცა გავგიშდი და მივედი სახლში და აბსოლუტურად გადავხარშე ეს ჩემი რეალობა, ანუ მოცემულობა არის ეს და მორჩა. მოვითხოვე ეტლი
ჩავჭექი ამ ეტლში, წინ დავიყენე ბავშვის ეტლი და აი რა ძალა მაკეთებინებდა იმ ყველაფერს ხა შენ ვერ წარმოგიდგენია რამდენი ადამიანი მეხვია გარშემო რომ დაგეხმარებით იმას ვიზავთ ამას აი რაღაცა მეჭირა ეს თავი რა რომ არ მჭირდება ღამე არ ვიტოვებდი არავის ნუ თან ბავშვიც პატარა იყო და ბავშვიც მიწყობდა თვითონ ხელს იმიტომ რომ რაღაც 7 ბავშვი არის და მოკლედ აი ესე გავატარე ეტლში 2 თვე აი ესე ფეხი გაშლილი ვიჯექი როგორ გაგვენი ეხლა კარგად 2 თვე ხო ან 2 თვის მერე ან როდის ოპერაცია საბოლოოდ დღეში გავიკეთე ოპერაცია მაგრამ მე ხო კიდე დრო ჭირდება რეაბილიტაცია ხაიმე მაგრამ მე მიმართლებს იმაში რომ არ მაქვს მშობიარობის შემდგომი დეპრესია არასდროს სამივეჯერ აი როგორც კი ვაჩენ ვხდები ძალიან ლაღი და ბედნიერი და ანუ ყველანაირი სანერვიულო ჩავიარე და ეხლა იწყება ბედნიერება რა ანუ ეს შეგრძნება მაქვს და ამიტომ ესე ბედნიერად გადავატარე და შევირგე ჩემი შვილის დაბადება და არანაირი ის რაღაც გართულებები არ მოვაყოლე მოკლედ ჩემ მდგომარეობას. მაგრამ ძალიან რთულია ხარ ეტლში რო ზიხარ და ეტლი რო გაგწინა, ნუ როგორ შეიძლება, მაგრამ ეგ არის ალბათ უფრო დედობრივი ინსტინქტი, რომ აი ჩემია და არაფერი არ მინდა, არავინ არ მინდა. აი არ ვიცი, რაღაცას ვამტკიცებდი თუ მართლა ეგ ძალა მქონდა, რაღაცა მომძლავრებული, რომ მე შემიძლია, აი რაღაც აი ეს მინდოდა კი არა და თავისთავად მიჩნდებოდა რა, აი ეს შეგრძნება, რომ შემიძლია და შევძელი. და ნიკა როგორი მამაა? ნიკა კარგი მამაა ძალიან. მით უმეტეს ფეხის ამბავი როცა იყო, ჩემთან ერთად ღამე იღვიძებდა, მეხმარებოდა ყველაფერში და მოკლედ კარგი მამაა ნიკა. ალბათ გადაგიჟებული ამ პატარა ბოლოს. კი, გასაგიჟებელია. რას გვეტყოდი აი არველაძეების ოჯახში რო შეხვედი მაგაზე? იცი რა, მე ვიცნობდი ამ ოჯახს მანამდეც და ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ეხლა რაც უფრო დავახლოვდით და დავნათესავდით, მე ამ ადამიანებით ვარ გაოგნებული. აი, ყველაზე საყვარლები არიან დედამიწის ზურგზე. ცოტა რო ჩაგვახედა შენ და ნიკას ურთიერთობა შენი აზრით. არ მინდა ეს ჩემი და ნიკას ურთიერთობა. აი, მაინც რა არის, აი საფუძველი შენი აზრით რა უჭირავს ურთიერთობა? ალბათ 100%-იანი ნდობა ერთმანეთის მიმართ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ურთიერთობაში. გეთანხმები 1000%. მაშინ მოდი გადავიდეთ და მე არ შემეძლია რომ არ გკითხო. ვნახე შენი ვიდეო სოციმედიაზე. იმდენი ინტრიგნული იყო ჩემთვის რა, ვერ მივხვდი. 3-ჯერ ვუყურე. რა ხდება? Fidel Frames გულისხმობ. ხო, ეს რაღაც ახალი წამოწყება და ესე იგი, იცი როგორი შეგრძნება მაქვს ამ სიახლის მიმართ, რაღაცა ახალი დაიბადა ჩემში და ჩემი ბრენდი მაიკას შემდეგ, რომელიც 12-13 წელია უკვე არსებობს. პირველად გამიჩნდა აი ესეთი რაღაც მოზღვავებული შეგრძნება, რომ ეს აუცილებლად გამოვა, აი რო გჯერა რაღაცნაირად თავიდან ბოლომდე, ხო იცი? ძალიან ახალია ჯერ, მე მგონი უკვე აიტაცე ხალხმა, მაგრამ ჯერ ვერ გაიგეს რა ხდება და იცი რა, იმ დღეს ვლაპარაკობდით მე და ჩემი მეგობარი პარტნიორი თამარი, რომ ანუ რა ქვია ამ საქმეს და სახელი არა აქვს ამ საქმეს, რა. იმიტომ რომ თითქოს რაღაცა ახალი იწყება და სახელს ჯერ ვერ ვარქმევთ, მაგრამ აი რაღაცა აქ მყავს პეპლები მითამაშებს მუცელში და ჯერა რომ რაღაც კარგი იწყება. ანუ ბევრ ახალ სიახლეს უნდა ველოდოთ. აუცილებლად. ანუ პატარა ბავშვი ვიტყავს რეალურად, აი ისე ახტაცებით ყოფი. მართლა ძალიან ახტაცებული ვარ. და რამდენი ხანია რაც ეს იდეა ეს ტრიალებთ? იცი რა, დიდი ხანი არ არის, ალბათ სადღაც მაქსიმუმ 1 თვეა იდეიდან და როგორც კი ეს იდეა გაჩნდა, აი არ გამჩენილა კითხვები, რომ აი გამოგვივა, კარგი იქნება, ანუ აი 1000%-ით ვიცი, რომ კარგი იქნება და მე მგონი მართლა იქნება.
და ყველა შენ საქმიანობაში ესე უყურებ ხოლმე, აი მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ მე ვიცი ყოველ შემთხვევაში, რომ მსახიობი არ იყავი და უცბად აღმოჩნდი ჩემი ცოლის დაკარებში. დიზაინერი არ იყავი და მაიკა გახსენდი, ანუ სულ ესეთი განწყობით ხარ ხოლმე? თუ იყო მომენტები, როცა აი იცი რა, ანუ ჩემი პროფესიით მუშაობდი მარტო მაშინ, როდესაც ვსწავლობდი პარალელურ რეჟიმში, ვმუშაობდი ტელევიზიაში და იმის მერე აღარ მიმუშავია, იმიტომ რომ აი რაღაც არ აღმოჩნდა ჩემი. და ჩემი ცოლის დაქალებში აი აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდი. მაიკაც რომ დავიწყე, არ მქონდა გათვლა, რომ ეს იქნებოდა ჩემი საქმიანობა მით უმეტეს ამდენი წლის პერსპექტივაში, არ ვფიქრობდი ამას. უბრალოდ ვთვლი, რომ რაღაცებში მიმართლებს და რაღაცებში სწორედ ვხვდები ხოლმე რა. არ მქონია არც ერთხელ გათვლა, რომ მოდი ახლა მე აქ ვითამაშებ და მე მსახიობობას გავაგრძელებ, ან მოდი ახლა მაისურების გაკეთებას დავიწყებ და მე დიზაინერი გავხდები. არა, აი რაღაც მიუყვები ხოლმე დინებას და თავისით მოდის ეს ყველაფერი. და ამდენი წელია რო გაქვს მაიკა. როგორ იგრძნობა, რომ 13 წელი თუ 12-13 წელი რო გაქვს ერთი ბრენდი, რომელიც ესე უწყვეტ მუშაობს და ყავს თავის მომხმარებლები და რეალურად არ ჩერდება, იმიტომ რომ ჩვენ ამდენი ბრენდი ვიცით, ან ამდენი მაღაზია, რომელიც მაგალითად დაკეტილა, ან ვერ გაუგრძელებენ, მაგრამ შენი მომხმარებლები არ ჩერდებენ. აი, როგორ იგრძნობა ეს? აი, ვერ გიხსნი, როგორი მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის და რამხელა პასუხისმგებლობაა ჩემთვის. აი, მართლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველაფერს გადავდებ და მაგ საქმეს ბოლომდე მივიყვან და იყო პერიოდი, როცა იმდენად ყველაფერს მე ვაკეთებდი მაიკაში, რომ ხანდახან კურიერიც ვიყავი ხოლმე. ეს იყო ხოლმე, ოღონდ ეს იყო იმისთვის, რომ რაღაცა ცოცხალი მარკეტინგი მინდოდა ხოლმე, იმიტომ რომ რადგან ეს ონლაინ არის, მე ხომ მომხმარებელს ვერ ვხედავ ვინ არის. ხო არ დაიწყებ შემოწმებას ყველა ადამიანის პროფილის და ამიტომ მივდიოდი ხოლმე და აი პირადად მინდოდა ხოლმე რომ გადამეცა ხოლმე. ჯერ ძალიან მაგარი იყო, როდესაც თვითონ ეს უკვე ჩემი ცოლის დაქალებში ჩემი ცოლის დაქალებიდან მიცნობდნენ და ვაიმე თქვენ მოხვედით, ეს ემოცია იმხელა რაღაცას მაძლევდა, რომ უკვე რაღაცა მუღამში შევედი და მოდი ეხაც მე მივიტან და ეხაც მე წავიღებ, აი ეს მქონდა და ხო, მაიკას ყავს თავისი მომხმარებელი, საკმაოდ ბევრი და საკმაოდ შეყვარებული მაიკაზე და ძალიან მეგობრობთ უკვე რა, მე და ჩვენი მომხმარებლები და ალბათ ვერასდროს ვერ დავტოვებ ამ საქმეს. რამდენი ახალი რამეც არ უნდა დავიწყო, ეს ყოველთვის იქნება. დიზაინერიც რო არ ხარ. აი ეს სკეჩები, ეს საერთოდ ის იდეები საიდან მოგდიოდა? აი გულიდან თუ ის რანაირად შეიძლება რომ პირველი კოლექცია გაკეთდა, ამ დროს უკვე რაღაცა ადამიანების ფსიქოლოგიას იღებ რა. როდესაც პირველი კოლექცია გაკეთდა და რო დავინახე უფრო საით იხრებოდა მომხმარებელი, ამის მიხედვით მე ალბათ მოვერგე მათ და მე უკვე მუშაობაში ხვდები რა ელოდებიან ბრენდისგან და ვიცი ხა ალბათ ხან ამართლებს, ხან რაღაცა არ ამართლებს, ხან რაღაცა ეს არის ხოლმე, მაგრამ არ უნდა შეჩერდე. არ უნდა შეჩერდე და ყოველთვის მაინც რაღაც სიახლეები უნდა შემატო ბრენდს, რასაც ვცდილობ. ცოცხალი მარკეტინგის იდეა ის რომ შენ მიგეტანა ეს ნივთები, აი საიდან დაგებადა? იცი რა იყო, ეს გათვლა თავიდანვე ამისი არ მქონდა რა. აი რამდენჯერმე იყო რომ რაღაცა ახლო მისამართი აქვს ვიღაცას გამოწერილი და რატო ველოდო კურიერს ეხლა და რაღაცა ემოციურად ვმუშაობ ამ ყველაფერზე. ეხლა უბრალოდ ამდენ საცობებში და ამდენ საქმეში და ამდენ შვილში უკვე რაღაც ფიზიკურად შეუძლებელი ხდება მის გაკეთება და რაღაც დრო რომ მქონდა და მე მივხვდი რომ ვიზავ რატომაც არა. ანუ არ მცხვენია და არ მეთაკილება ეგეთი რაღაცის გაკეთება პირიქით. თან რომ ხედავ რომ ადამიანს ამ ხელა სიამოვნებას ანიჭებ, მე რაღაცა პირიქით გინდა რომ უფრო მეტი გააკეთო რა. თან მე პირველად მესმის რომ ზოგადად დიზაინერმა მომხმარებელს ესე მიაწოდოს და მიუტანოს თავისი ის. რაღაც ჩემებურია რა.
მაგისთვის რო იძახენ რომ ეხა იქნებ ქეთი მომიტანოს. კი არის რაღაცა ხშირად იწერებიან ხოლმე რომ აი ქეთი შენ ხარ, ანუ სულ მე არ ვზივარ უბრალოდ და სულ ძალიან მე ვერ რთულია. ვპასუხობ, მაგრამ ხშირად ვაკეთებ მაგასაც, იმიტომ რომ აი რაღაცა მგონია რომ მე სხვანაირად გავაკეთებ და მე სხვანაირად მოვემსახურები და მე სხვანაირად ვასიამოვნებ მომხმარებელს და მომხმარებელი როდესაც კმაყოფილია, ანუ ბრენდი ეგ არის, რომ მომხმარებელი როდესაც კმაყოფილია, ბრენდი ამით ცხოვრობს და ამით არსებობს. შეხარ ძალიან ცნობილი პიროვნება. მოდიხარ ცნობილი ოჯახიდან. მით უმეტეს თამაშობდი ერთ-ერთ ძალიან ცნობილ პერსონაჟს, რომელიც იყო ლეკა ჩემი ცოლის დაქალებში. მაგრამ არ ჩანხარ ესე დიდად სოციალურ მედიაში. რატო? ეს კითხვა რაღაც ხშირად დასმული კითხვაა ჩემს მიმართ და იცი არ ვიცი რატო. აი ესე ერთი პასუხი არ მაქვს რატომ. ხან დრო არ მაქვს, საერთოდ არ მახსენდება ხოლმე, აი არ ვიცი ან დრო არ მაქვს, არა დრო არ მაქვს, არა, უფრო აი დროშება მაქვს, მაგრამ სხვა რაღაცებში ხარჯა უფრო ამ დროს და სულ არ მომწონს ეს, რომ არ ვჩანვარ. იმიტომ რომ ალბათ მჭირდება რაღაც შემთხვევებში, თუნდაც მაიკასთვის, თუნდაც რაღაც, მაგრამ იცი რა არის, მე არ ვცდილობ ფოლოვერების მოპოვებას, ეს არ არის ჩემი მიზანი რა. ანუ თუ რამეს ვდებ, იმიტომ რომ მე მომწონს. აი მაგრამ Fidel Frame არის ის ახალი პროექტი, სადაც უფრო ხშირად გამოვჩდები სოციალურ ქსელში. მაგას რა ჯობია? თან ის რო გადავნებ თვალს TikTok-ზე, ერთ TikTok-ს რო დადებ, ერთი ამბავი ხდება, რომ ქეთი, ყველა გიждდება შენს და ეგ როგორ გრძნობა? ძალიან მაგარი. ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ადამიანების სიყვარული რომ მოდის და ეს ემოცია შენსკენ რაღაცნაირად მოექანება, კარგის მეტი არაფერი არ არის და მადლობა ყველას, ვინც ესეთ სიყვარულს გამოხატავს ჩემს მიმართ. როდესაც ლეკას როლს თამაშობდი, ყოფილა ესეთი შემთხვევები, როდესაც აი პერსონაჟი არ ეუხარ ადამიანს? ძალიან ხშირად. ჯერ ეს ერთი ქუჩაში მეძახიან ლეკას. კი, ყოფილა. ერთხელ მივდიოდი ბაზრობის ტერიტორიაზე და ჩემთვის მივდივარ რაღაც არ ვიცი, რაღაცა მაიკას პარკების საყიდლად თუ აი რაღაც აღარ მახსოვს რა რატო მოვხვდი იქ და უცბად მოდის ორი გოგო და აი როგორი სახით მიყურებენ, იცი რომ მგონია რომ რაღაც მჭირს, ან რაღაცას ვაშავებ და შენ აქ რა გინდა უცბად მეკითხებიან და რა ვიცი, რაღაც საქმე მაქვს, ანუ ვერ დავაკავშირე რატომ ისვავდნენ ამ კითხვას რა და მე თვითონაც სიცილი აუტყდათ და უკვე მივხვდი და ლეკასთან პარალელი გაავლეს და არ ზუსტად გაუღიზიანები ხარ მაგას? ქუჩაში, ეს ანუ შემთხვევით ესე რა რო აი თითქოს აი ლეკას რო გადარებენ. იმიტომ რომ მაინც ხო განსხვავდებით ერთმანეთთან. იცი რა, გაუღიზიანები ვარ, იმიტომ რომ ლეკა ძალიან საყვარელი გოგო იყო, მაგრამ აი ძალიან შტერი იყო რა და ხანდახან სადღაც ქვეცნობიერში შეიძლება პატარა კომპლექსებს უყივლი, აი ვიღაცისთვის მithქვამს მაგალითად, რომ შენ მე მართლა ბაქარის ცოლი ხო არ გგონი ვარ, ან შენ მე მართლა ლეკა ხო არ გგონი ვარ, ანუ ყოფილა ეს შემთხვევა რა, იმიტომ რომ აი ჯერ აი მაღაზიაში, ოღონდ აი რაღაც დავუშვათ აი პროდუქტის მაღაზიაში, აი მიგრძნია რომ მიმატებენ უცბად ფასებს რა. აი მართლა და მithქვამს იმისთვის რა რომ მე ბაქარის ცოლი არ ვარ მოკლედ რა, ქეთი ვარ რა და მომყიდეთ იმ ფასში რა ფასადაც იყიდება. არა, გაღიზიანება არა, იმიტომ რომ ძირითადად რაღაცა უფრო დადებითი კომენტარები მოდის და ქუჩაშიც ვინმე თუ დაიძახებს, ვაიმე ლეკა, ვაიმე ან კომპლიმენტს მეტყვის, ან რა ლამაზი ხარ და ეს ვერ გაგაღიზიანებს ალბათ, არ ვიცი. და როგორი იყო ამ როლის თამაში? აი რა შეგრძნებებს ტოვებს შენში აი ეს პერსონაჟი? ან როგორ აი შენი წარმოსახვიდან წამოვიდა ეს ყველაფერი თუ? ჩემი წარმოსახვიდან არა, იცი მიჭირდა რა, იცი? აი მსახიობს ალბათ ყოველთვის უნდა რომ რაღაცა ზედმეტი შემატოს როლს რა, თავისიდან გამომდინარე. ლეკას პერსონაჟს ამის საშუალება არ ქონდა. იმიტომ რომ პირიქით, აი შტერობა უნდა თქვა მოკლე. და
აი ამ სახით უნდა დამჯდარი იყო. ცოტა აი ეს გასაქანი რო არ მქონდა, ცოტა გული მწყდებოდა რა, აი რაღაცა ცოტა ჭკვიანური რაღაცების წამოყვირება არ შემეძლო რა, პირიქით. აი სულ ეს უნდა მეკეთებინა და ცოტა მეტი მინდოდა. გულწრფელად გეუბნები. ვინმესთან ახლა მეგობრობ? სერიალიდან? კი, გოგოები ჩემი მეგობრები არიან. დაქალები თუ? თამუნა, ზუზუ კი, ჩემი მეგობრები არიან და ძალიან მყავს. ისედაც მეგობრობდით ჩვენ სერიალამდეც და მერე ჩემოვრჩით. და ეხლა რამე როლს მოირგებდი? თუ აი მიატოვა ეს მსახიობობა? ისაც ვიცი რომ შენი არ იყო შენი პროფესია და უბრალოდ არ ვიცი, შეიძლება რომ კარგი შემოთავაზება რომ იყოს დავთანხმდი. ოღონდ კარგს. ჩაგაჭირა ხო ძალიან ლეკაზე იმედი. არა კაცო მიდი რაც კიდე, პროსტო მეც ბლუყონებ მე მგონი არა. არა მე ვარ ვაფშე. ღამის თელი ღამის უდილო ვარ. მე მიძინე 3 საათი. მეც ზუსტად და 7 საათზე გამოგვიძა ბავშვი. ძიძა წავიდა დღეს დილით და მოკლედ. მიდი. არა ეს უფრო საინტერესო. ხო და ესეთ რაღაცები უნდა ჩასვა. ხო და ჩვენ შევწყვიტეთ ეს და გადავედით ამ. არა მე მართლა 3 საათი მიძინა და თვალებს ძლივს ვახელ და ბოდავ და აი ყველა მე მეკიდება და აი ის რო აბა აი ტვინი მაგ. აი არაფერი. შენზე რამდენად მოქმედებს ხალხის კრიტიკა? იცი რა მოქმედებს იმიტომ რომ არ ვარ მიჩვეული. რადგან ხშირად არ ვჩანვარ სოციალურ ქსელში, კრიტიკას ატხდება ხო სოციალურ ქსელში, ხა პირდაპირ ესე ვიღაცა არ მოვარდება და არ გამაკრიტიკებს, ხო და რადგან ხშირად არ ვჩანვარ, აი ხანდახან თუ კი ვინმე რამეს დაწერს, აი გულთან ახლოს მიმაქვს, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ეს რო უფრო სისტემატიური სახე რო კონდეს, ამას ალბათ მე ეჩვევი ადამიანი, მაგრამ ჩემ შემთხვევაში არ ვიღებ ხშირად კრიტიკას და ამიტომ არ ვიცი, მაგრამ ელემენტარული რაღაცაც ხდება ხოლმე გულზე. შენ ეს მაგიტვარ ჩახარ სოციმედიაში, რომ გინდა რომ არიდო თავი თუ არა უბრალოდ არ გინდა? არა, იმიტომ რომ არა. აი ერთი რამე რაც ხახმა შეიძლება შენზე არ იცოდეს. ან ისეთ წარმოდგენა ქონდეს, სრულ წარმოდგენა რა. აი მაინტერესებს. ეგეც თუ ყოფილ. სრულ წარმოდგენა ალბათ არის რაღაც წარმოდგენები ახლა იქ კომენტარებშიც ყოფილა და უშოთ აი თვითონ ჩემი ცოლის დაქალების კომენტარებში არის ხოლმე რომ ეს ისედაც ეგეთია კაცო და ის რაღაც არ ვიცი ეგ ნამდვილად არ გამაღიზიანებს ახლა ყველას რომ ვერ მოვეწონები ვიცი ერთი რაღაც რაც ჩემზე არ იცი იცი რა ერთი კი ალბათ ბევრი რაღაც არის რაც ჩემზე არ იცი აბა გისმენს იცი მე არ მიყვარს და არასდროს არ ვლაპარაკობ პირადს. და საერთოდ ცოტა თავს ვარიდებ პრესას, გადაცემებს, პოდკასტებს. არა შენთან მოვედი. შენი გადმოსახედიდან რა არის დედობრივი ინსტინქტი? რაღაც ისეთი ამბავი ან კონკრეტულად ისეთი მომენტი ხო არ გახსენდება, სადაც აი უფრო გაასმაგებულად ჩაგერთო და წინასწარ გიგრძნო რაღაც. იცი რა არის ჩემ თავში მაგ ჩაბეჭდილი ძალიან მკაცრად რომ ჩემ შვილებზე ცუდი არ უნდა ვიფიქრო. აი ხო არის რომ აი მე ხა ის არ დაემართოს, ეს არ დაემართოს. აი ეს მაქვს დაბლოკილი. აი სადღაც თუ გამიელვებს ხოლმე პირდაპირ, ანუ არა ვიცახი. არაფერი არ მოხდება ცუდი რა. აი იმიტომ რომ ისე მეშინია რაღაცების სადღაც ტვინის ბოლოში, რომ დაშვებაც არ მინდა ტვინში, იმიტომ რომ მაგ ემოციებს რო ავყვე ახლა რომ იმას ეს არ მოუვიდეს, ამას ეს არ მოუვიდეს და რეალურად დილით სკოლაში რომ მიდიან, იქიდან გაკვეთილზე მიდის, იქიდან, ანუ მთელი დღე შეიძლება ისე იარონ ერთმაც და მეორემაც, რომ მარტო ტელეფონით მქონდეს კომუნიკაცია და ვერ შევხვდე და მე თუ მთელი დღე ამაზე ვინერვიულე ახლა რომ იმას ის არ დაემართოს და აი არ მინდა რა ჯერა და ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება. ენელი ოპტიმისტი. ხო, რასაც ფიქრობ, რასაც უშვებ კოსმოსში, იმას ვიღებ უკან. შენც მაგას. არ და ეგ ძალიან რთულია. ჩემ გადმოსახედიდან ძალიან რთულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ აი, რა ვიცი, გამიშვა და არც დაბრუნებულა და ცუდი, აი, გამიფიქრებია თუ არა ეგრევე ბრუნდება. ხო და ცუდი არ უნდა იფიქრო.
არასდროს არ იფიქრო ცუდი. იმიტომ თუ ღმერთმა დაიფაროს თუ ცუდი უნდა მოხდეს, ხო ისედაც ხდებოდა. შენ კიდე წინასწარ რაღაცებს იმაშობი. არა, ცუდი არ იფიქრო. მაგრამ მე ისიც მაქვს დაფიქსირებული, რომ რაღაცა კარგი თუ ხდება, ან რაღაცაზე თუ გამახვილებ ყურადღებას, მერე აი უცბად ცუდად ტრიალდება ხო, ეს ხოლმე და იმდა რატო? შენი TikTok-ი. ვნახე და იქ ამბობდი ამას. იცი რა არის, არ ვიცი. ალბათ შენ თავზე არ უნდა გაამახვილო ყურადღება და შენთვის შეინახე ეს და ვინმეს თუ უნდა ყურადღების გამახვილება, სხვამ გაამახვილოს კარგზე. აი როგორც კი გამიფიქრებია თქო ვიღაცას რო თქო რა კარგად გაკანი, უცბად რო გამიფიქრებია, მერე აი შემდგომ დღეს რაღაც 5 პრიშიკი გამოსვლის სახეზე. არ ვიცი, აი როგორც კი მივიღებ კომპლიმენტს, თან ისიც რა ცუდია, რომ აი კომპლიმენტის მიუღებლობა რო აკადემიის აი არ ვარ თუ რაღაც, აი არ მაქვს სახე კარგად, მერე გამოდიხარ კომპლექსიანი, მაგრამ მაგას როგორც კი იღებ, აი როგორც კი მიხე 5 პრიშიკი სახეზე. რატო ხდება? მე ვერ ხვდები, იმიტომ რომ კარგსაც ამბობ და ცუდი მოყვება რაღაცნაირ ჩემ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში და ცუდს ამბობ, ცუდი მოყვება და სად არის ბალანსი? ეხლა მითხარი შენ, კეთი, სად არის ბალანსი? მე ვარ ძალიან თვითკრიტიკული და შენც. ოკეი. მაგრამ ჩემ თავთან ვარ დაუშვათ თუ სარკესთან ვარ კრიტიკული, თუ ჩემ თავთან მარტო დავრჩები და კრიტიკული. აი როგორც კი სახლს ვტოვებ და გავდივარ, სახლში ვტოვებ იმ კრიტიკას. მიხვდი? ანუ იმ წამს ვებრძვი ჩემ საკუთარ თავს, მაგრამ გავდივარ და დატოვებული მაქვს რა ის კრიტიკა უკან და ვცდილობ რომ პოზიტიურად და კარგი ენერგიით გავიდე. ეგ რამ გასწავლო, ანუ გამოცდილებებმა თუ უბრალოდ შენ თავს ასწავლე ყო. ალბათ გამოცდილებამ, ხო. იმიტომ რომ რაც დრო გადის, ხვდები რომ აი ნებისმიერი ნეგატივი გაფუჭებს რა. არ მინდა ნეგატივი. არანაირად. ვცხოვრობ იმისთვის რომ მივიღო პოზიტივი და მირჩევნია რომ აი პატარა ჩემ წრეში და რამდენიმე მეგობარში და ოჯახის წევრში გავატარო დრო, ვიდრე სადღაც რაღაცა ქაოსში და კრიტიკაში და უბედურებაში. რაც დრო გადის, მით უფრო ვაფასებ დროს. ამიტომ ჩემი დროის გამოყენება ყოველთვის მირჩევნია ჩემ საყვარელ სივრცეში და ჩემ საყვარელ საქმეში და ჩემ საყვარელ ადამიანებთან ერთად. არ გავატარებ დროს იქ, სადაც არ მინდა და სადაც არ მომწონს. ნუ ახლა რაღაც ვალდებულებები არსებობს, რომ სადღაც უნდა მიხვიდე და ცოტა ხანი დაფიქსირდი ან რაღაცა ახლობელი ან რაღაც, მაგრამ ესე რომ მე რაღაც საათები გავატარო სივრცეში, სადაც არ მსიამოვნებს ყოფნა გამორიცხული. და სულ ესეთი საქმეზე ორიენტირებული იყავი? კი, აი, რო ჩავაბარე, პირველ კურსზე ვიყავი, რომ თვითონ ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელმა და ლექტორმა დაგვაწყებინა მუშაობა ტელევიზიაში და აი იმდენად მომეწონა, რომ რაღაცა მე არ შემიძლია გაჩერება, აი პროსტა ყოფნა, ჯდომა, წოლა, აი არ არის ჩემი საქმე რა და მივეჩვიე ძალიან პატარა ასაკიდან მუშაობას და კი ვიყავი სულ საქმეზე ორიენტირებული. ანუ შვილებიც, მაგრამ საქმეც. არ გირთულდება ყოველფრის ბალანსი? კი, რა თქმა უნდა. და თან ის საქმიანობა, რასაც ვაკეთებ და რომელიც ესე ძალიან მიყვარს და თან მეორე მხარე რო არის, რომ შვილები რთულია, მაგრამ რას ვიზა უნდა გავაკეთო. როგორ ახერხებ? აი რას ფიქრობ? აი კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ დედაჩემის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს, იმიტომ რომ ორი დედა ყავთ ჩემ შვილებს რა, მე და დედაჩემი და ჩემი იმედია ეს ყველაფერი. ალბათ ეს რო არ იყოს, ძალიან გამიჭირდებოდა ყველაფრის გაკეთება, მაგრამ ნუ მაინც ალბათ პირველ რიგში იქნებოდა, ანუ ალბათ საქმეს ვერ გავაკეთებდი რა. ეგ იქნებოდა. ყველაზე ძვირფასი რამ რა არის შენ ცხოვრებაში? ყველაზე ძვირფასი ღირებულება. ჩემი ოჯახი და ჩემი შვილები და ის მნიშვნელოვანი ურთიერთობები, რაც დღეს მაქვს. თუნდაც მეგობრებში გადაფასებები ხდება მე უკვე წლებთან ერთად და
ბევრი გულისტკენა მოყვება რაღაცებს, მაგრამ რაღაც მომენტში უკვე ხვდები, რომ რაღაცებს უკან იტოვებ და ყველაზე ძვირფასი რაც არის, იმას უვლი. საინტერესო რაღაცაა. ხო, აი ძალიან ვუფრთხილდები იმას, რაც მაქვს. არ ვიცი, 100 ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი რა. ეს ბევრმა გულისტკენა მოიტანა თუ უბრალოდ ეგეთი იყავი? იცი რა არის, ეხლა ისეთი არაზრუს არ ვიყავი, რომ რაღაც ახლა მეგობრებს ვაწყენინო და არ მაინტერესებდეს, მაგრამ ალბათ ცხოვრებისეული გამოცდილება გაძლევს მერე რა მაგალითებს, რომ რაღაცას მოუფრთხილდე და მოუარო უფრო განსაკუთრებულად. რას შეცვლიდი შენ ცხოვრებაში? ეხლა არა, რო დაგაბრუნე მთელი შენ ცხოვრების განმავლობაში არის ისეთი რამ, რასაც შეცვლიდი? იცი, ესე რადიკალურად შეცვლილებას არ გავაკეთებდი. ალბათ ჩემმა ცხოვრებამ და ჩემმა თუნდაც შეცდომებმაც მომიყვანა აქამდე, ხო? შეცდომების გარეშე ადამიანი თუ ცხოვრობს, ბედნიერება თუ შეცდომები არ მოგდის, მაგრამ ეგ შეცდომები გასწავლის მერე უფრო ოღონდ ეს შენი შეცდომები სწორედ უნდა გამოიყენო რა, ანუ მაგალითი უნდა გახდეს შენთვის, რომ მეორედ აღარ გააკეთო. და ალბათ ესე არაფერს ნუ რაღაცებს შევცვლიდი ალბათ. კი და რაღაცებს არ მოვახდენდი ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ ცვლილებებს ალბათ არა. მომწონს ჩემი ცხოვრება, მიყვარს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი ბავშვობა. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაზე ძალიან მიყვარს ჩემ ცხოვრებაში ჩემი ბავშვობა. ის ურთიერთობები, ის მეგობრობები, აი იმ დღეს ვლაპარაკობდით, რომ რაღაცები ისე შეიცვალა ცხოვრებაში, რომ აი დღეს, როდესაც ბევრად უფრო რაღაც გამარტივებულია ცხოვრება, ხო, უფრო ფუფუნებაში ვცხოვრობთ ფაქტიურად, ვიდრე 90-იანებში. მაგრამ აი ბნელ 90-იანებში გვქონდა ბედნიერი ბავშვობა. მართლა აი შუქი არ არის მერე რა. ცივა მერე რა, აი არაუშავს, მაინც ბედნიერები ვართ. მე და შენს დედიკოს, ჩემს საყვარელ მარიკუნას და აი მართლა ყველაფერი მიყვარს, რაც ბავშვობასთან მაკავშირებს. ბებია, ბაბუა, სანამ ცოცხლები არიან. აი ისინი რა წავიდნენ მაგის შემდეგ დამთავრდა ბავშვობა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ვიყავი უკვე, ანუ ბავშვობა დიდი ხნის წასული იყო, მაგრამ ხო, აი რაღაც აი ადრე იყო რაღაც მეზობელი, ნათესავი, რაღაც აი სოციალური ქსელი რო არ იყო. რაღაცნაირი განსაკუთრებული ურთიერთობები იყო და ეს ჩემში ისე ჩაიბეჭდა და ისე ძვირფასად ჩამრჩა გულში, აი რაღაც აი კლასელი, სკოლელი, ბაღელი, ეზოელი, აი არ ვიცი, ყველა მიყვარს და ყველასთან რაღაც ბედნიერი მოგონება მაქვს რა. ეხლა არ წარმომიდგენი, რომ ეს შუქის გარეშე, სიცივეში, ტელეფონის გარეშე. მაგას ეხლა ვეღარ წარმოიდგენ. ანუ შენი ეს სოციმედია აზიანებს რეალურად ჩვენს. იცი რაღაცებს აზიანებს, მაგრამ თან აგვანვითარებს და საჭიროა რა თქმა უნდა. ეხლა ისევ იგივეში რო ვცხოვრობდეთ, ეხლა აღარ მომეწონებოდა უკვე რა. აუცილებელია. უბრალოდ მე ესე ვფიქრობ, რომ არასწორად ვიყენებთ. თუ სწორედ გამოიყენებ, ChatGPT-ც მაგარია, Facebook-იც მაგარია, Instagram-იც საერთოდ ყველაფერი, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ ამაში და ცოტა ალბათ დეგრადირდებით. და ბავშვების მე აი ბავშვებზე ვნერვიულობ მაგალითად რა. ყველა iPad-ის ბავშვი თითქმის. ხო. სულ ტელეფონში შეუძლიათ ყოფნა. თუ კი არა ჩვენს, ჩვენ მშობლებიც ცუდი მაგალითი ვართ ბავშვებისთვის, იმიტომ რომ რაღაცა ეგ ცუდია, ეუბნები და შენ ამას აკეთებ რა. წიგნი უნდა წაიკითხო და შენ არ კითხულობ წიგნს ამ დროს რა. არ მოწიო და ეწევი, ხო, მაშინ შენ უნდა იყო მაგალითი და არ გამოგვდის. თან ტელეფონი ახლა მარტო სკროლვა არ არის რა, ნებისმიერ საქმეს უკვე ლეპტოპსაც ვეღარ ვხმარობ. ლეპტოპს ჩავრთავ ხოლმე და ტელეფონი მიჭერავს და აქ ვაკეთებ მაინც საქმეს. ხო და არ გამოდის უამისად და მოკლედ საჭიროა რა.
საჭიროა ასე სოციალური. თუ ისე მე განვითარებისთვისაც ხა ინფლუენსერები ძალიან წინ არიან წამოწეულები და ბრენდის მარკეტინგშიც სოციმედია ძალიან გეხმარება. ძალიან ჯერ ეს ერთი ადრე დაუშვათ პოპულარობისთვის საჭირო იყო რომ ტელევიზორში გამოჩენილიყავი რა. აი ახლა ვიცი აქეთ ამ მხრიდან რა რომ აი თეატრის მსახიობები მყავს გარშემო ძალიან ბევრი და აი თუნდაც დედაჩემი მთელი ცხოვრება არის რუსთაველის თეატრში. აი რაღაცა რამდენიმე სერიაში გამოჩნდა. იდეალურ დედაში. იდეალურ დედაშიც, ჩემი ცოლის დაქალებშიც და ქუჩაში რო გავიდა და უკვე იმ პერსონაჟის სახელს ეძახდნენ რა. აი ამდენი წელია თეატრში ვარ იძახდა, ხა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი თეატრია. და აი მართლა ორჯერ გამოჩნდებოდი ტელევიზორში და უკვე იცოდნენ და დღეს უკვე მარტივი გახდა, არ არის აუცილებელი რომ იყო მსახიობი და არ არის აუცილებელი რაღაც პროფესია გქონდეს რა. აიღებ ტელეფონს და რამე საინტერესოს თუ იტყვიან, გადაიღებ უკვე რაღაცას აღწევ. იმედი მაქვს დაგვიბრუნდები მალე ეს სოციალურ მედიაში, როგორც ამბობ, იმიტომ რომ ძალიან მიხარია ხოლმე ნებისმიერ შენ ვიდეოს რო ვნახულობ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს მოკლედ. საყვარელი ხარ ირინა. იცი რა, მინდა აი მაგალითად ადრე რაღაც პერიოდი იყო როცა ვაქტიურობდი და მე ცოტა ხანი რო გავჩერდი, თითქოს გადავეჩვიე და ეხლა გამიჭირდა შეჩვევა თავიდან და აი იმედი მაქვს რომ ეს ჩემი ახალი პროექტი მიმაჩვევს და უფრო საინტერესოს გახდის ჩემს ყოველდღიურობას და ცხოვრებას და ჩემს სოციალურ ქსელს. ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადო კეთი. კინაღაბლე გადაგიძახე. იცოდი ხო? ძალიან დიდი მადლობა მინდა რომ გადაგიხადო. ჩემი საინტერესო იყო, მაგრამ მგონი ცოტა გაგაწამე. არა, საერთოდ პირიქით შენ ძალიან დიდი მადლობა რომ მომიწვიე და ცოტა მეც გაგაწამე სანამ მოვახციე აქამდე და არანაირ. მაინც მოვედი ხო ხედავ. ძალიან დიდი მადლობა მართლა და შენს პოდკასტს ვუსურებ ძალიან წარმატებას. მადლობა დიდი და დავამშვიდობები ჩვენ მაყურებელს მადლობს. მეც დავემშვიდობებ.